გუგა ხედავთ ალბათ რომ სამაშველო სამსახურს აქვს მთლიანი პერიმეტრი გადაკეტილი ახლა კოტე აფხაზის და აბესაძის ქუჩის კვეთაზე ორსართულიანი შენობა რომელსაც ახლა კადრში ხედავთ სადაც მდებარეობს კაფე ლინვილი მეორე სართულზე მთლიანად კაფის ფართია განთავსებული დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა შემთხვევა როგორც ადგილზე გვეუბნებიან იქ ადგილზე მყოფები ასევე თვითმხილველები მეორე სართულის სახურავზე იყო დაგროვილი წვიმის შედეგად წყალი რამაც გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა ნაწილი შეიძლება ითქვას მთლიანად ნახევარი შენობის არის ჩამონგრეული მეორე სართულის და ასევე ჩატანილია იატაკიც ქვემოთ საკომერციული ფართებია განთავსებული ხედავთ ალბათ კადრში ჭაჭაინის ასევე ტურისტული სააგენტოს ესთეტიკის საკომერციული ფართი რომელიც ახლა არის დაკეტილი მათი ევაკუაცია განხორციელდა იქ მყოფი ადამიანების მათ შორის მომსახურე პერსონალის კაფე ლინვილის და მომხმარებლების რომლებიც ამ შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ შიგნით და როგორც ადგილზე გვეუბნებიან თვითმხილველები ისინი შემთხვევას ჭერის თავზე დაცემა შეიძლება ითქვას შემთხვევით ბეწვზე გადაურჩნენ ამ წუთებში ახლა შესულები არიან შემთხვევის ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სწავლობენ ვითარებას ამ ეტაპზე მთლიანად არის პერიმეტრი შემოსაზღვრული და ასევე ელექტროენერგიაა გათიშული მთლიანად შენობის ორივე ნაწილში ორივე სართულზე ასეთია ვითარება ადგილზე გვეუბნებიან რომ ადამიანები რომლებიც ამ დროს შიგნით იყვნენ გადარჩნენ და მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა ევაკუაცია მოხდა ხო თქვენი ალბათ ორივე ფართის ხო სულ აი ჭაჭაინი ესთეთი და ლინვილი და ჩვენი ოფისი რა მოხდა რომ რაც აი კრიშაზე წყალი აივსო ძალიან ბევრი და რავი შეიძლება ჩამოინგრიოს და გამოგვიყვანოს სამივეგან არის საფრთხე? ხო, ეგრე გითხეს და შუქების გათიშეს ყველაფერი და ჩაგვიკეთეს. მომხმარებლები ადგილზე იყვნენ ამ დროს ლინვილის. კი, შიგნით იყვნენ და გამოვიდნენ. დაშავდა ვინ? არა. იატაკიც ჩაინგრავა. ხო, იატაკიც სულად შენგრული, კი. მიდოდა ავიღო იტევი შიგნით, მაგრამ მაინც არ შეგვიშვეს. თვითონაც არ შეუძლია თუ შევიდნენ აცელში. წვიმებმა გამოიწვია თუ რა გამოიწვია? ალბათ კი. რამდენსართულიანია? აგერ ორსართულიანი, აგერ ვინმე, ანუ ჭერი ჩამოვარდა მხოლოდ თუ იატაკიც ჩავარდაო? ოდნავ ჩავარდაო. იატაკიც. ნუ შიგნით არ ყოფილა, ზარი აქვს ისეთი რომ. მართლა? მაშინ დავუყავდით შიგნით. მაგრამ პერსონალიც იქ იყო, მე ის სტუმრებიც იჯდნენ. მთავარია რომ არავინ არ დაკარგა. ეგ არის მთავარი. ჯერჯერობით შენობაში მიმდინარეობს მიზეზის რამ გამოიწვია ეს შემთხვევა შესწავლა თქვათ შემთხვევის და პირველი სართული მთლიანად არის ჩაკეტილი სამივე მაღაზია და როგორც ადგილზე მომუშავეები გვეუბნებიან მათ არავითარ სამს პასუხს არ იციან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით როდის შეეძლებათ უკან დაბრუნება შენობა არის ამორტიზებული არის ძველი შენობა როგორც კადრშიც ხედავთ ბზარები აქვს მას გაჩენილი შესაბამისად დიდი ალბათობით კაფე მუშაობას ვერ განაგრძობს მომდევნო დღეების განმავლობაში, თუმცა აქვთ ინფორმაცია ადგილზე მომუშავეებს, რომ შესაძლოა მეორე სართული მთლიანად დაილუქოს. მადლობა სოფო, ეს იყო სოფონიაური.